ბაკურიანის ხშირ დამსვენებლებს ასე უნდა აუხსნათ, ვალიკა დაიჭირეს. ვისაც ზამთრის კურორტები დიდად არ უყვარს, შეუძლია წაიკითხოს ქოცების ფინანსთა სამინისტროს ბოლო სენსაციური ამბავი. უკანონო შემოსავლების მიღებისთვის დააკავეს ვლადიმერ სტეფანიანი. და რა დააშავა ამ კაცმა? ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. ცოდვა გამხელილი ჯობს, მე მოძებნა დამჭირდა რა იყო ტობოგანი. კაი რამე ყოფილა, მაგრამ ეს არაა ცოდვების სრული სია. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე 10 მილიონი ლარი შეადგინა. ქოცი უნდა იყო 2025 წელს ყველანაირი საღი აზრის ჯინაზე ქოცი რომ არ იკითხო. მოიცადა, რას ნიშნავს უნებართვოდ. ორი თავი თუ გაქვთ, სცადეთ და მიდით ბაკურიანში მიწის ამოსათხრელად. მერე ექსკავატორი მიიყვანეთ, ამოათხრევინეთ თხრილი. მერე მეიტანეთ ბეტონი, ჩაასხით. ამოიყვანეთ ერთი კედელი. დაამატეთ მუშები და კიდევ 3 კედელი ამოიყვანეთ. გადახურეთ პირველი სართული, ამოიყვანეთ და გადახურეთ მეორე, მესამე. შეიყვანეთ კომუნიკაციები, ჩასვით ფანჯრები, გალესეთ. შეღებეთ, მიუშენეთ აუზი, სპა, სავარჯიშო დარბაზები, რესტორნები. მერე ეს ყველაფერი გაყიდეთ. მერე გაჩეხეთ ფერდობები და გააკეთეთ სასრიალო ტრასები, საბაგიროები და ის ტობოგანი. მერე ყინულის სასრიალო მოედნები. კაი, მე მოყოლი დავიღალეთ და თქვენ არ დაიღალეთ ამ დაბოლებით. რომ ერთ ორმოს მაინც ვინმე ნებართვის გარეშე ამოგათხრევინოთ ბაკურიანში. პირველივე ნახევარ საათში დაგადგებათ პატრული, რეინჯერი, გამგეობა, ტვ-იმედი, გამოგიწერენ ჯარიმებს, აგანაზღაურებინებენ ზარალს, ჩამოგართმევენ ბარსა და ექსკავატორს, ბულდოზერს, გათრევენ სასამართლოებში და ბოლომდე გაგწეწყავენ. აქ კი წლებია არა მხოლოდ ბიზნესის მამაა ეს კაცი, არამედ მოდელია. გადის ტელესტუდიებში, ინტერვიუებს არიგებს, მისი საკურორტო იმპერიის რეკლამას ვარსკვლავები აკეთებენ. აქვს ყველა სოციალური ქსელი, ვებგვერდზე უდევს ინფორმაცია ყველა სიკეთეზე, რაც აუშენებია და გთავაზობთ. აგერ ბატონო, 700 ოჯახზე მეტი მყავს დაკმაყოფილებული 16 წლის განმავლობაშიო. ხო და ახლა მართლა მაინტერესებს, როდის აღმოაჩინა პროჭორილურმა რეჟიმმა, რომ ეს ყველაფერი უკანონო იყო. 16 წელი რას აშენებდა? კითხვა არავის გასჩენია? მერია თუ არსებობდა? დენის კაბელები რომ შეიყვანა, რაქსელს მიუერთა და წყლის მილები, კანალიზაციის. თქვენი პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები რომ დადიოდნენ ყველა მაგლენტის გასაჭრელად და ბორიასხელში ბიზნესის საყვევების ხანაზე ინტერვიუების დასარიგებლად. მაშინაც უკანონო იყო ეს ყველაფერი. უკანონოდ ყმაო და 110,000 ლარი რომ მოგაშავათ, არ იკითხეთ რა ფული იყო. ესაა თქვენი გამჭვირვალეობა. ნარკობარიგების ფულსაც ასე იღებ და იარაღით ვაჭრებისაც, ადამიანების ტრეფიკერებისაც. თავარია მოგცენ და ირაკლი კობახიძეზე კიდია თუ ისია და რას უნიუდის. ახლა ამ კაცს 12 წელი ემუქრება, მაგრამ რამდენი ემუქრება იმას, ვინც 16 წელი ამხელა უკანონო ტურისტული იმპერიის შექმნაზე ხუჭავდა თვალს. იმას არაფერი ემუქრება, გარდა საზოგადოების აქტიურობისა, რისაც რეალურად ეშინიათ. დილით ეს პატიოსანი, აფერისტი თურმე კაცი დაიჭირეს, საღამოს კი უფროსი ლეიტენანტ დინარაძის კანტორამ განცხადება გამოსდო, თუ მიწის მითვისებას და ზედ რამის აშენებას აპირებთ, ვირი საბანოს გახეხინებთო. და აქ და ახლა მინდა ვიკითხო. ჩემთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულებრივი სქემის შესახებ, როდესაც თბილისის საკრებულომ ერთ ბიზნესმენს ერთ ლარად გადასცა ქონება თბილისის გულის გულში, ქვეყნის ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილას. იმან კი მერე იქაურობას ჯოჯო სასტუმრო და უბედურებები დაადგა. ხო და უფროსო ლეიტენანტომ დინარაძემ იმ ბიზნესმენს როდის დაიჭერთ? თბილისის საკრებულოს ყოფილ უმრავლესობასთან ერთად, ხო?